Turizmi sektoris წარმომადგენლებმა ქვეყანაში ტურისტების ნაკადების აქტივობასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. Როგორც მათ აღნიშნეს, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა გარკვეული ტიპის დაბრკოლებების შექმნა, თუმცა ის ეტაპობრივად გადალახვის პროცესშია და ქვეყანაში ტურისტების აქტივობა კვლავ მზარდია. Სეზონის კუთხით გვაქვს საკმაოდ დადებითი და პოზიტიური მოლოდინები მიუხედავად იმ კონფლიქტის, რაც შეიქმნა ახლო აღმოსავლეთში, რა თქმა უნდა, როდესაც დაიწყო თებერვლის ბოლოს, ამან იქონია გარკვეული გავლენები და ნეგატიური ეფექტი უშუალოდ მარტის პერიოდზე, მარტის 20-25-მდე ნამდვილად იყო გაუქმებები, ნაწილი მათგანი გადაუვადდა რეზერვაციები, ნაწილი მათგანი გაუქმდა, ძირითადი გაუქმებები იყო უშუალოდ ისრაელის და ემირატების მიმართულებიდან, თუმცა უკვე აპრილის თვიდან შეიძლება ითქვას, რომ ნელ-ნელა დაიწყო აღდგენითი პროცესები. აპრილში, როგორც გითხარით, ჩვენმა დატვირთულობამ შეადგინა საშუალოდ 85%. წინა წელიწადს შიდა პრობლემების გამო გარკვეულწილად შეფერხებული იყო ტურიზმის მიმართულებები. წელს უკვე სოფლიო მასშტაბების გავლენებით ვართ შემოსაზღვრული და ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ გადაივიტანოთ ეს წელიწადი და მე ყოველთვის ვამბობ, რომ სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ არ ვართ მომზადებული პოსტფაქტუმ ხდება სამწუხაროდ როგორც სახელმწიფოს მხრიდან ისე კერძო სტრუქტურების მხრიდან პრობლემების გადაჭრა თუ პრობლემებთან ბრძოლა და იმ სიტუაციაში რომელშიდაც ვართ ამ სიტუაციაში ვიბრძით რომ ეს პერიოდი გადავიტანოთ თუ როგორ იქნება შემდეგ შედეგები. პირველი კვარტალის მონაცემებით მიუხედავად მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევების ფონზე ჩვენ პლუსში გავედით, მათ შორის ახლო აღმოსავლეთიდან +8%-ის ზრდა ჰქონდა. მიმდინარე ღონისძიებები ცხადყოფს, რომ პერიოდულად კვლავ აღდგენის პროცესია ფრენების მიმართულებით, გარკვეულწილად ერთგვარად უკან ბრუნდება შეიძლება ითქვას სექტორის მუშაობა. ვფიქრობთ, რომ წლის განმავლობაში ზაფხულის სეზონი იქნება დატვირთული, მაღალი.